ფეოდალიზმი იყო სისტემა, სადაც ადამიანის სტატუსი მიწის საკუთრებაზე იყო დაფუძნებული. და ვთქვათ, რომ მიწათ მფლობელობის მეფეებისთვის, დიდებულებისა და გლეხებისთვის გადაცემის წესი გარკვეულწილად რთული იყო. მე-5 საუკუნიდან მე-17 საუკუნემდე ევროპაში ყველაზე დომინანტური ეკონომიკური ინსტიტუტი ფეოდალიზმი იყო. საერთო ჯამში ეს 1000 წელზე მეტ ხანს გავრცელდა. ახლა იფიქრებდით, რომ 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედი ეკონომიკური სისტემა წარმატებული იქნებოდა. არა, მაგრამ ხედავთ, ეს მთლიანი სურათი არ არის. სწორედ ამიტომ მინდოდა დღევანდელ ვიდეოში ამ თემის შესწავლა. რა არის ზუსტად ფეოდალიზმი? მას ასე დავიწყოთ იქიდან, სადაც რომაულ ეპოქაში უნდა დავბრუნდეთ. ეს რომის იმპერიის დაცემის პერიოდია. კანონი და წესრიგი და უზარმაზარი პოლიტიკური არასტაბილურობაა. შემდეგ მოდის იმპერატორი დიოკლეტიანე. სტაბილურობის გაზრდის მიზნით ის ახორციელებს ძალიან საკამათო რეფორმას. ამ რეფორმის ფარგლებში ხალხი მიდეთრულია იმ მიწებზე, სადაც ისინი ცხოვრობენ, რაც მათთვის აადვილებს მართვას და ხელსუშლის ხალხის გაქცევას. როგორც წარმოგიდგენიათ, ამან ომში მიწის მესაკუთრეები ძალიან გავლენიანები გახადა. ახლა მიწის მესაკუთრეთა ძალაუფლება გარკვეულწილად რომის სახელმწიფოს მიერ იყო კონტროლირებადი, თუმცა როდესაც ომი დაინგრა, არაფერი უშლიდა ხელს ამ მიწის მესაკუთრეებს. უბრალოდ ისე მოქცეულიყვნენ, როგორც სურდათ. მათ გააფართოვეს თავიანთი ტერიტორიები, გააძლიერეს კონტროლი მათ მიწებზე მცხოვრებ ადამიანებზე. ეს ნიშნავდა, რომ მათ კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა დააწესეს მოიჯარეებზე. მოიჯარეებს ასევე ვასალებს უწოდებდნენ. ფაქტობრივად თითოეული მამული, ანუ ფეოდალური მამული, დამოუკიდებელ სამფლობელოდ გადაიქცეოდა, სადაც ერთადერთი კანონიმე მამულის სრული შესრულება იყო. სამხედროები, როგორც რომაელები, ასევე გერმანელები, ასევე ისარგებლებდნენ ქაოსით საკუთარი სამფლობელოების ხელში ჩასაგდებად. დროთა განმავლობაში უფრო დიდი და გავლენიანი მიწის მესაკუთრეები ომისა და ქორწინების გზით მეტ მიწას მიიტაცებდნენ. შემდეგ ეს მესაკუთრეები თავიანთ მიწებს იჯარით გადასცემდნენ თავიანთ ყველაზე ერთგულ მიმდევრებს. ამ გზით მიმდევრები, ანუ ვასალები, თავს ირჩენდნენ და ამავდროულად მემამულეებს სამხედრო სამსახურსა და მიწის ქირის ნაწილს უზრუნველყოფდნენ. ეს მიმდევრები თავის მხრივ საკუთარ მიწას ქვეიჯარით გადასცემდნენ მათ, ვინც მათ ერთგული იყო და ასე შემდეგ. და ასე განვითარდებოდა შუა საუკუნეების ფეოდალური სისტემა. მეფე იქნებოდა უმაღლეს საფეხურზე და ტექნიკურად ყველა მიწის მფლობელი. მის ქვემოთ იქნებოდა მაღალი რანგის თავადაზნაურობა, რომელიც მეფის სახელით იმეფებდა. და მაღალი თავადაზნაურობების ქვემოთ იქნებოდნენ დაბალი ფენის დიდებულები, რომლებიც თავიანთი ბატონების ქონებას მართავდნენ. და ბოლოს, ყველაზე დაბალ დონეზე იქნებოდნენ გლეხები, რომლებიც მათზე მაღლამდგომი ყველა ადამიანის კეთილდღეობის შრომობდნენ. საინტერესოა იმის გათვალისწინება, რომ ამ სისტემასა და თანამედროვე კორპორატიული იერარქიების სტრუქტურირებას შორის საკმაოდ ძლიერი პარალელები არსებობს. ყოველ შემთხვევაში ხშირად ვხედავთ ტერმინ ფეოდალიზმს, რომელიც გამოიყენება მსოფლიოს სხვა ნაწილებში გაჩენილი სხვა სისტემების სახსანიშნავად, თუმცა მნიშვნელოვანია განსხვავების გაგება და ასევე იმის ცოდნა, თუ რა არის ფეოდალიზმი. მაშინ, რა არის ფეოდალიზმი? არსებობს რამდენიმე საინტერესო მაგალითი იმპერიული ჩინეთიდან, შუა საუკუნეების იაპონიიდან, მოგოლური ინდოეთიდან და ძველი ეგვიპტიდანაც კი. თუმცა მიუხედავად გარკვეული მსგავსებებისა, არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. ერთი მხრივ ხშირად ბატონობა მემკვიდრეობითი არ იყო. ევროპის სპეციფიკურ ფეოდალურ სისტემაში თავადაზნაურობის უფლებები ყოველთვის გადაეცემოდა პირველ ვაჟს. ან თუ ვაჟი არ იყო, ეს უფლება მის უახლოეს ნათესავს გადაეცემოდა. თუმცა ამ სხვა სისტემებში მემკვიდრეობის საკითხში საბოლოო გადაწყვეტილება ყოველთვის ცენტრალურ ხელისუფლებას ეკუთვნოდა. უფრო მეტიც, ევროპისგან განსხვავებით, ამ სისტემებში გლეხები ზუსტად არ იყვნენ მიწებთან მიჯაჭვული. გარდა ამისა, მსოფლიოს სხვა ნაწილებში ეს სისტემები უფრო ცენტრალიზებული იყო, კანონმდებლობისა და ადმინისტრირების უფრო მაღალი ერთგვაროვნებით. ევროპაში კი ფეოდალური სისტემა ფართოდ იყო გავრცელებული, ის ფეოდალური სისტემიდან ფეოდალურ სისტემამდე იყო დამოკიდებული და ქალაქებსა და სოფლებს შორისაც კი განსხვავდებოდა. და ბოლოს, ევროპული ფეოდალური სისტემა ცოდნა ნაკლებად რეპრესიული იყო. თქვენ ალბათ წარმოგიდგენიათ, რომ ევროპაში ეს ტირანი დიდგვაროვნები გლეხებს ჩაკრავდნენ. ამაში იყო გარკვეული სიმართლე, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ის ოდნავ განსხვავებული იყო. იაპონიასთან სწრაფი შედარება გვიჩვენებს, რომ იაპონიაში იმპერატორის სინამდვილეში ყოვლის შემძლე იყო და ქვედა კლასს არანაირი გავლენა არ ჰქონდა იმაზე, თუ როგორ იმართებოდა მათი პატარა, ადგილობრივი საზოგადოებები. შეადარეთ ეს ფეოდალურ ევროპას და ხშირად ნახავთ, როგორ აჯანყდებიან ადგილობრივი ქალაქელები ზედა კლასის წინააღმდეგ. ფეოდალური სისტემა თავისთავად ნიშნავდა, რომ ყველა დონეზე უნდა არსებობდეს კომპრომისის სისტემა, უკეთესი სიტყვის არ არსებობის გამო. არც ერთ ინდივიდს ან ჯგუფს არ ექნებოდა სრული დომინანტური ძალაუფლება. რადგან ამ შემთხვევაში თავიდანვე არ იქნებოდა დეცენტრალიზებული სოციალურ-ეკონომიკური სისტემის საჭიროება. მეფე, მთავრები, ეკლესია, დიდებულები, გავლენიანი ვაჭრები და გლეხებიც კი მთელ ძალაუფლებას აკონტროლებდნენ. როგორც ადრე აღნიშნე, ამ პერიოდში შეინიშნებოდა აჯანყებები და მუშათა გაფიცვები. ხედავთ, ფეოდალური სისტემა მიწის სანაცვლოდ სამხედრო სამსახურის მოლოდინს ეფუძნებოდა. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ბევრი დიდგვაროვანი კატეგორიულად უარს იტყოდა სამხედრო სამსახურში მონაწილეობაზე, როდესაც მათი მეფეები ამას ითხოვდნენ. ამის მაგალითია 1215 წელს ინგლისში მეფე ჯონის აჯანყება და ბარონების აჯანყება. ყოველ შემთხვევაში ფეოდალურ სისტემაში დიდგვაროვნებისადმი ერთგულება განპირობებული იყო იმით, რომ დიდგვაროვნები შეასრულებდნენ გარიგების თავის ნაწილს.
თუმცა სხვა ადგილებში, კვლავ იაპონიის მაგალითის გათვალისწინებით, რომელიც ასევე ჩინეთის სისტემის მსგავსი იყო, hierarchia უფრო მკაცრი იყო და ემყარებოდა კიდევ უპირობო ერთგულებას თქვენი ბატონის მიმართ. და ეს ერთგულება მოსალოდნელი იყო დიდგვაროვნების ქმედებების მიუხედავად. და შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ინდივიდუალიზმის ღირებულებები ასე გაძლიერდა. მაგრამ მოიცადეთ, კიდევ ბევრი რამ არის. შესაძლოა ფეოდალიზმმა თანამედროვე ფინანსების განვითარების გზაც გაუყვალა. დიახ, სწორად გაიგეთ. აქამდე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გამოიწვია ფეოდალიზმმა მმართველობის დეცენტრალიზებული ფორმა. ის ასევე აყალიბებდა ადგილობრივ კულტურებს უფრო ინდივიდუალისტურად. არსებითად ორივე ამ ფაქტორმა ექსპერიმენტებისთვის მეტი სივრცე შექმნა. განსაკუთრებით ქალაქებში ადამიანებს მეტი ავტონომია ჰქონდათ იმის განსაზღვრაში, თუ რა შეეძლოთ ან არ შეეძლოთ გაეკეთებინათ. სწორედ ამიტომ დაიწყეს ადამიანებმა მათთვის ეფექტური ფინანსური მეთოდების შემუშავება. ეს სხვა ადგილებში არ იყო ისეთი, სადაც ცენტრალური მთავრობა რეგულარულად ერეოდა ბაზრებზე. მსოფლიოს სხვა ნაწილებში არსებულ სხვა მაგალითებში კანონები მიიღებოდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სტატუს კო შენარჩუნდა და ხელისუფლებაში მყოფი პირები ხელისუფლებაში დარჩენილიყვნენ. თუმცა ევროპაში მმართველი კლასი ცდილობდა ამის გაკეთებას. თუმცა ფეოდალური სისტემა ამის აღსრულებას ძალიან ართულებდა. მაგალითად ავიღოთ მაღალი საპროცენტო განაკვეთების დაწესება. ეს არის ის, რის აკრძალვასაც შუა საუკუნეების ეკლესია და ადგილობრივი მმართველები ცდილობდნენ. თუმცა ხალხი უბრალოდ უგულებელყოფდა ამ აკრძალვას. სხვა საზოგადოებების უმეტესობაში ამ ტიპის აკრძალვა მკაცრად სრულდებოდა. თუმცა ევროპაში მას ადგილობრივ მოსახლეობაზე მცირე გავლენა ჰქონდა, რადგან მათ საკმარისი ბერკეტები ჰქონდათ მის იგნორირების ან გვერდის სწავლით შემოვლითი გზით გადასასვლელად. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფეოდალიზმის დროს სისტემა უზრუნველყოფდა, რომ მონარქს არ შეეძლო ძალიან დიდი გადასახადების დაწესება გადასახადების შიშის გამო და სწორედ ამიტომ გახდა ფინანსური ინსტიტუტების გაუმჯობესება ეროვნული ინტერესის საკითხი. ერთ-ერთი მაგალითი სახელმწიფო ვალის ზრდა იყო. სახელმწიფო ვალის კონცეფცია რეალურად სხვაგან არსად განვითარებულა. ევროპაში ის კონკრეტულად მონარქების მიერ საკმარისი გადასახადების საკრეფის უნარობის შედეგად გაჩნდა. ამგვარად მონარქების ესხების მისაღება და ხალბე და საბანკო კლასს მიმართავდნენ. სანაცვლოდ სახელმწიფო და პირადი ფინანსებიდან შეგროვებული შემოსავალი მათ დასაფარად გამოიყენებოდა. ამ პრაქტიკამ წლების განმავლობაში საბანკო ოჯახების დიდი პოპულარობა გამოიწვია. როგორც ხედავთ, ევროპული ფეოდალიზმი ძალიან განსხვავებული ისტორიული გარემოების შედეგად წარმოიშვა. ლორდ ვასალის ურთიერთობის სისტემა ისტორიაში საკმაოდ გავრცელებულია, ამას ყველგან ხედავთ. თუმცა მათგან მხოლოდ რამდენიმე გაიზარდა ისეთი რთული და მრავალმხრივი, როგორც ევროპაში. და სწორედ ევროპული ფეოდალიზმის ეს გამორჩეული ბუნება იძლეოდა ექსპერიმენტების საშუალებას. ახლა კი, შეხედეთ, ფეოდალიზმს გარკვეული და დებითი მხარეებიც ჰქონდა. ის მონარქებს აბსოლუტურ ძალაუფლებას ართმევდა. თუმცა თუ უკან დავიხევთ და დავფიქრდებით, ეს არ იყო შესანიშნავი სისტემა. ის კლასებს შორის განსხვავებების შექმნის კატალიზატორი იყო. თუ საზოგადოების დაბალ საფეხურზე იქნებოდი, მაშინ ამ კლასიდან გამოსვლა თითქმის შეუძლებელი იყო და ამ დაბალ კლასში ცხოვრება სავალალო იქნებოდა. ფეოდალიზმი რთული თემაა, მას მრავალი ფენა აქვს, მაგრამ მე ვიშორებ ფიქრს იმაზე, თუ როგორ აისახება სისტემის ეს ატრიბუტები თანამედროვე კლასობრივ სტრუქტურებსა და მუშაობის გზებში, რომლებიც დღესაც კი არსებობს.